ჩვენ ხედავთ რომ ყველას ელაპარაკება გამოდიან თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან და ყველა იქცევა ისე და აკეთებს იმ განცხადებებს, რაც პირველ რიგში მათ ქვეყანას და მათ ინტერესს ჭირდება, შეიცავს და რა ვიცი, ყველა ხედავთ თუ რა პროცესები მიდის არა მხოლოდ რეგიონში, ზოგადად მსოფლიოში და რა ვიცი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, უნდა ვიფიქროთ საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ქვეყანაზე, დავიცოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ზუსტად ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, მიმართულია ამისკენ. შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოტევა არის, ვისმენთ ცილისწამებულ განცხადებებს, ტყუილებს, სიცრუეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც განაპირობებს მშვიდობის შენარჩუნებას და ამას რა თქმა უნდა მოაქვს უამრავი ბენეფიტი ქვეყნისთვის, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო აგრძელებს მუშაობას, პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მათ წინააღმდეგ ვინც მიაყენა შეურაცხყოფა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და დღეს განიხილება ერთი кейსი, რომელიც თქვენ შეურაცხყოფას ევადავება კონკრეტულ პირს. ამაზეც რომ გითხრათ და ზოგადად ამ სამმართველოს მუშაობაზე მე მეწინააღმდეგები ზოგადად ყველანაირ შეურაცხყოფას, ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ასევე კრიტიკა, თუმცა ბევრს გონია რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა ეს არის კრიტიკა. ეს რა თქმა უნდა არა, ასე არ არის და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, ეს უნდა გადმოსცეს ნორმალურ ფორმაში ყოველგვარი შეურაცხყოფების გარეშე. სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ამერიკა ყველაფერს მოაგვარებსო. იყო კრიტიკულად შეფასებული, მათ შორის იყო უკრაინაზე საუბარი, რომ ევროკავშირის ინიციატივებს საქართველოს არ დაუჭირა, ასევე იყო მედიების სანქციებზე საუბარი. აი ამ კრიტიკულ რეზოლუციას როგორ ჩაისვენს? არაფერი რეზოლუციები ხა ჩვენ ბევრი გვინახავს და ვიცით ხო როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების მიღება. არანაირი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს და რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, არანაირი კონკრეტიკა, არანაირი სიმართლე და სიმართლეზე დაფუძნებული მესიჯები, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე. ბევრი გვინახავს წარსულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები. მე ხა ვახსენე რომ გრძელდება ეს ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ დავჯდეთ, ვისაუბროთ და არა ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან რაღაც თითის დაქნევით გვიყუროს. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართულ ხალხს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ჩვენს დამოუკიდებლობას. ევროკომისიას მოუწოდებს, რომ შეუნარჩუნდეთ უვიზომი მოსვლა მხოლოდ ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და სტუდენტებს. ამაზეც რომ გითხრათ, აი რას ნიშნავს ეს მოსახლეობის რიგითი მოქალაქეებს არ წარმოუდგენელი. ნუ ჩვენ ხო ვიცით რომ მათი მთავარი ხაზი და პოლიტიკა დაფინანსებაც მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია გაღრმავდეს, საზოგადოების დაყოფა. აი პირდაპირ ხა რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, ხო ეს დაფინანსება რაც შემოდიოდა ქვეყანაში მიმართული იყო იმისკენ, რომ შეექმნათ ეს დაჯგუფებები და პირდაპირ უნდა დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი. ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც აღრმავებენ პოლარიზაციას, არის დესტრუქციულები, ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი აქციები, თუ როგორ მოქმედებდა ეს ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც გარედან ფინანსდება და რა თქმა უნდა ის თანხები, რომელიც შემოდიოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, მიმართული იყო ორ რამეს: აგენტურის შექმნაზე და ამაში ხელფასს უხდიდნენ კონკრეტულ ადამიანებს, ეს ვითომ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ვითომ კეთილი საქმეები და ზრახვებით, მზრუნველობით რო იყვნენ ვითომ დაკავებულები და სინამდვილეში რა იყო მათი მთავარი мотиваცია და მიზანი, ყველაფერი ძალიან კარგად იცის დღეს. და მეორე მნიშვნელოვანი, ასე უნდა აღინიშნოს, ეს თანხები ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და აი პოლარიზაციის გაღრმავება, ხა რაც თქვენ თქვით, ზუსტად
მიუთითებს იმაზე, რომ პირდაპირ არის მოწოდებები დაყონ ქართველი ხალხი. ბატონო კახი უნდა გითხოთ სააკაშვილმა თქვა სასამართლო პროცესზე რომ ამერიკა საქართველოში ყველაფერს მოაგვარებს, რატომ გვემუქრება მიხეილ სააკაშვილი ამერიკით და მიზეზი ხო არ არის ის რომ მას აღარ გაუვა ამერიკასთანო ემუქრება და რატომ მიზეზი ხომ არ არის ის რომ საქართველოში ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და გვემუქრება. აი ნახეთ აგენტურაზე როდესაც საუბრობთ, აი ნათელი მაგალითი არის სააკაშვილის ზუსტად ეს განცხადება. როგორია აგენტი და როგორ ფიქრობს აგენტი. აი ეს არის ყველაზე საუკეთესო მაგალითი. იცის რომ ქართველი ხალხის იმედი არა აქვს და რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა განულებულები არიან. არა მარტო სააკაშვილი, მთლიანად ოპოზიცია განულებულები არიან. არანაირი მხარდაჭერა მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში და აგერ ქართულ ხალხს ამერიკით ემუქრება. ჯერ რა ვიცი ხა რა გავაფუჭეთ, რა გვაქვს ამერიკასთან გაფუჭებული, ხო ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე. არაფერი დასამალი არ გვაქვს. პირველი ვართ მართლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ ვთქვით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან, ეს დღევანდელ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გამოასწოროს თავისი ქმედებებით და გადაწყვეტილებებით. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრჯერ გავიკეთებია განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით. სააკაშვილის განცხადება აი ტიპიური მაგალითი, აი როგორია აგენტი. აი ეს არის ძალიან კარგი გამოხატული. ადამიანის უფლებათა კომისარი რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის თქვენი გუნდის ლიდერებსაც შეხვდა და დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არ გაუთვალისწინებია, მათ შორის არის საუბარი ძალადობაში შემჩნეული პირების თუ სპეცრაზმელების დასჯაზე, რადგან აი ამ ანგარიში წერია, რომ 5 პოლიციელის დასჯა არ არის საკმარისი, როცა 300-ზე მეტი დაშავებულია. თუ არსებობს პოლიტიკური ნება თუ გადაწყვეტილება, რომ სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. პროცესი ხომ მიდის და დაველოდოთ რა როგორ იქნება პროცესი მიმდინარეობს და ნახოთ. არა თუ შეიძლება ეს პასუხი ბევრჯერ მოგვისმენია ამ საკანონმდებლო მაგრამ როცა 300-ზე მეტი დაშავებულია ბატონ კახა, პროცესი როდემდე შეიძლება გაგრძელდეს? რა აჭიანურებს ამ პროცესში? ბევრჯერ მოხდა ამასთან დაკავშირებით განმარტება. კი ბატონო და აღმოსულთან დაკავშირებით. იყო პრობლემა ეს იყო ამოცნობასთან დაკავშირებით. ბევრჯერ გაკეთა შესაბამის მოუწყებებმაც გააკეთა აღმოსულთან დაკავშირებით განცხადება და დაველოდოთ, ხო არის კონკრეტული სპეცრაზმელები, რომელიც გამოძიების შედეგად იქნა ამოცნობილი და წარიმართა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო ამასთან დაკავშირებით. და დაველოდოთ. დაუზუსტებ მაიკ ოფლაერტის მხრიდან ასეთი განცხადება რამდენად სწორი არის ასევე მოუწოდებს საქართველოს რომ გაუქმდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ხო, ნუ აი წარმოუდგენელია ხა ეს მოწოდებები, რაღაც თვითისქნება, მაგაზე ვსაუბრობდით ზუსტად, ხო? აი ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ავიღოთ გამჭირვალობის კანონი. ვინმეს მოგისმენიათ არგუმენტი, რატომ არის გამჭირვალობა ცუდი? რატომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს და რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას? გამჭირვალობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? არანაირი განმარტება არ არის ამასთან დაკავშირებით, იმიტომ არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. უბრალოდ მათ ასე უნდათ, იმიტომ რომ ისინი დღეს ვერ ახერხებენ შავი ფულის შემოტანას და ხვრელების ნახვას, როგორც თვითონ საუბრობდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ შავ ხვრელებს ვეძებთ, რომ საქართველოში ქეში როგორ შევიტანოთო და რას ხმარდებოდა ეს თანხები? ხმარდებოდა ამ რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას, მათ შექმნას, რომ შემდეგ გამოეყენებინათ სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციების მოწყობაში, სახელმწიფო გადატრიალებებში და ასე შემდეგ. და არ გამოვა დღეს ეს. დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა. სახელმწიფო ძლიერია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართული ხალხის ინტერესს. ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ კრიზისს ეკითხავთ და შეკრების თავისუფლებას. როგორც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება აქცია ჩაატარონ, რა ვიცი, პროტესტი გამოხატონ. დღეს არავინ არაფერზე შეზღუდული არ არის.
ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე როგორც არასდროს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თუნდაც შეკრებით. ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. დღე ვრცელდება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ის ციხეში ზის სწორედ თქვენი საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე? ელენე ხოშტარიას მინდა ჯანმრთელობა უსურვო, მალე გამოჯანმრთელება და რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, შესაბამის პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს შესაბამისად მოწოდების სიმაღლეს. პროცესის დროსვე დააკავეს. ამაზეც რომ გითხრათ როგორ არის? ზოგადად ეხლა ზალადობა რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა ყველაფერი. თუმცა ეს იმ დღეს არ დაწყებულა. მთელი თვეების განმავლობაში მიდიოდა კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მიდიოდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ემზადებოდნენ ჩამოეგდოთ ხელისუფლება, მოეხდინათ რევოლუცია და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა. კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, მივარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გადაანგრიეს ღობე, შეეცადნენ ადმინისტრაციაში შეჭრას, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინეს დროულად და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები. ვინც არ უნდა იყოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის ანდობს ისინი ქვეყნის პეც. აი ეს არის რეალობა. კრიზისი გრძელდება ნაციონალურ მოძრაობაში ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი შეცვალა თავმჯდომარე ნანო კაშოშულიანის კანდიდატურა დააყენა. რას ფიქრობთ აი ამ პროცესებზე? არ ვიცი, ახლა ნაციონალური მოძრაობა ზოგადად საერთოდ არც მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ არც საზოგადოებაში აქვთ მხარდაჭერა, არანაირი თანადგომა. ნახეთ, როდესაც შენ პოლიტიკოსი, პოლიტიკური გუნდი, ემსახურები უცხო ქვეყანას და ხარ აგენტურის წარმომადგენელი, ზოგადად რა წარმატებაზე უნდა ვისაუბროთ შენ საკუთარ ქვეყანაში? შენი ქმედებებით საკუთარ ქვეყნის ინტერესებს კი არ იცავ. არამედ იმას, რასაც გეუბნებიან გარედან და რა დავალებებსაც გაძლევენ და ასეთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს ვერ ექნება ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება. იგივე არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვეულებრივი აგენტები არიან და რაზე უნდა ვისაუბროთ? სამდე მივარ, მოძრაობა ეს პროცესი სამდე მიყვას როგორ ფიქრობ? დაპირისპირებაა და მათ შორის განცხადებები კეთდება. ხო, ნუ ეს დაპირისპირებები ახლა ხედავთ ჩვენ ჯერ იყო და რა ვიცი, რამდენიმე თვის წინ რაღაც პლატფორმა შექმნეს, რომ აი ეხლა ყველა ვერთიანდებითო და პლატფორმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მაშინვე ვთქვით და გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს პლატფორმა იყო დროებითი. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს წინა წლებშიც, რა ვიცი, გავიწყოთ, გავიხსენოთ რამდენი პლატფორმა შექმნეს, რომ აი ვერთიანდებით და ასე შემდეგ, რა ვიცი, ნათელაშვილის პანჩატურიდან დაწყებული, თუნდაც ამით დამთავრებული, ხო? შეუძლებელია ამ ადამიანების ერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, მიუხედავად იმისა, რომ აგენტები არიან და გარედან ფინანსდებიან, ხო? ნუ ვერ იქნებათ ერთობა, ყველა ცდილობს ვინ იქნება თავარი ოპოზიციონერი ქვეყანაში. აი ეს არის მოცემული. ბატონ კახა, წერან საუბრობდით სიძულვილის ენაზე. იზიარებთ თუ არა თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში მან გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილზე, ის ამბობს, რომ ზურაბიშვილიც, მისი ძმაც ოთარ ზურაბიშვილიც და მისი წინაპრებიც იყვნენ ფაშისტები და იყვნენ მოღალატეები. ეთანხმებით თქვენ ამ მე არ მინახავს თეას განცხადება, როდესაც წავიკითხავ, მე შემიძლია გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით რამდენად მართებულია იმ პირზე ასე საუბარი ღალატზე, როცა თქვენ საარჩევნო კანდიდატი იყო ის 2018 წელს. ჩვენი საარჩევნო კანდიდატი არ ყოფილა. თქვენ დაუჭირეთ მას ჩვენ მხარი დაუჭირეთ, ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ჩვენი საარჩევნო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა. ბანერებზე ბატონ კახა მის ნაცვლად და მხარი კიდევ ერთხელ მეორებ აქ ნახეთ, მეორე მხარეს იყო ვაშაძე იყო, მე მგონი გრიგოლ ვაშაძე იყო და სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი კანდიდატი არ ყოლია. და ამასთან დაკავშირებით ბევრი ახლა რატომ მივდივართ უკან? ხო იცით თქვენს უბრალოდ არასწორად ინტერპრეტირებთ და არასწორ ინფორმაციას აწვდით მოსახლეობას. მოღალატე არ იყო მაშინ თუ ახლა თეა წულუკიანი თუ ოცნების ნებისმიერი სხვა პირი ფიქრობს რომ მოღალატეა ზურაბიშვილი. ზურაბიშვილის ქმედებები
ბოლო წლების განმავლობაში, რაც მან იკადრა, გააკეთა, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურებოდა. აშკარად იკვეთება ის, რომ იმართება გარედან, ყავს თავიანთი პატრონები, თავიანთი მიმთითებლები, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს, ყველაფერი გაშიფრულია. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, ვინ არის, ვინ რითი არის დაკავებული, ვის რა მითითებებს აძლევენ და ასე შემდეგ. დღეს ძალიან რთულია რაიმე დამალო. მით უმეტეს, როდესაც გარედან გაძლევენ დავალებებს და ახორციელებს იმ ქმედებებს, რომელიც შენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. აი 2018 წელი, იმიტომ გავიხსენე, რომ როცა თქვენ მას მხარს უჭერდით, მისი წინაპრები და ზოგადად ის თუ ვისი შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი, ეს იყო თქვენი საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი. და დღეს როცა წინაპრებს თუ მას ღალატში ადანაშაულებს ქართული ოცნების ერთ-ერთი სახე, ეს რამდენად მართებულია და არავის არ ადანაშაულებს. ეს განპირობებულია მისი ქმედებებიდან გამომდინარე. ყველა ჩვენ წინაპრები აღარ არიან, ეს წინაპრები შეეშვით, საფლავში არიან ეს წინაპრები და მისი ქმედებებიდან გამომდინარე, მისი გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, იკვეთება ის, რომ ეს არის აგენტურის წარმომადგენელი, იკვეთება ის, რომ მას მითითებებს აძლევენ გარედან და შემჩნეულია ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში. ბატონ კახა, ორი მოკლე კითხვა თუ შეიძლება. დღეს გამოქვეყნდა საქსტატის მონაცემები და საქართველოსდან ექსპორტის მაჩვენებლები არის გამოქვეყნებული. პირველ ხუთეულში არის რუსეთი და ჩინეთი. როცა ევროკავშირთან ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს, შესაძლებლობაც გვაქვს, როგორ შეიძლება ეს ეკონომიკური დამოკიდებულება ამ ქვეყნებზე შეიცვალოს? რა შეიძლება? მთელი მსოფლიო მიისწრაფის იმისკენ, რომ ჩინეთთან დაალაგონ სტრატეგიული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურიც. ამაში გათვალისწინებულია და ცუდი რა, რატო ხედავთ ცუდს იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით იზრდება და ასე ვთქვათ, კიდევ უფრო ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა. მთელი მსოფლიო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს და რა ვიცი, თუ კი ვინმე ყველაზე დიდი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი იყო და ხელმძღვანელი, ყველა ჩაყვანილი ყავდა, როდესაც ვიზიტით იმყოფებოდა. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, რაც ჩვენ პატარა ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური თვალსაზრისით, თანამშრომლობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გადავდგავთ იმ ნაბიჯებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაიზარდოს, წინ წავიდეს, რომ კეთილდღეობა იგრძნოს მოსახლეობას. და ბოლო კითხვა მაქვს დიდი ბრიტანეთის ელჩზე, რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული და გუშინ წინ მას ჰქონდა მიღება, აქ ესწრებოდნენ მინისტრების მოადგილეები, დეპუტატები და სიტყვით გამოსვლა ჰქონდა ელჩს ასეთი, რომ ჩვენი სურვილი არ არის საქართველოში იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, რომ ზეწოლა იყოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, შერჩევითი სამართალი იყოს და ოპოზიციას გვინდა, რომ თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს. აი ამ გამოსვლამდე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში. გამოდის, რომ ვერ არწმუნებთ ამ დიპლომატს საპირისპიროში, იმიტომ რომ მისი გამოსვლები ისევ არის კრიტიკული. მათ აქვს თავიანთი ინტერესი, ნახე, მათთვის რა არის ახლა პრობლემა. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც მოითხოვს უცხოეთიდან შემოსული თანხა, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა და ხმარდებოდა აგენტურულ ქსელს, ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, ხმარდებოდა ძალადობრივი ჯგუფების შექმნას, დღეს უკვე შეუძლებელია. დღეს ყველა შემოსულ თანხაზე უნდა იყოს გაშიფრული. სად შემოდის ეს თანხა, ვისგან შემოდის და რა კონკრეტულ პროექტზე იხარჯება. დღეს ეს შეზღუდვა აქვთ მათ და ეს უდიდესი პრობლემაა, იმიტომ რომ თავისუფლად ვერ რეაგირებენ, თავისუფლად ვერ მოქმედებენ. რა პრობლემაა დღეს ქვეყანაში, რა ვიცი, შექმნა პოლიტიკური პარტია და აწარმოა შენი პოლიტიკა. მაგრამ გარედან დაკავებულები რატომ არიან? რატომ არის სამართლებრივი დევნა? შეგიძლიათ მითხრათ? პროცესს მიიჩნევენ პოლიტიკურად. რა არის პოლიტიკური? ნახეთ, ესე იგი, არ მისვლის გამო ადამიანები. ნახეთ ადამიანებს, რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების უფლება და რევოლუციის მოწყობა, აი ბრიტანეთის ელჩისთვის ეგ არის ზუსტად პრობლემა. რომ მათ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა და ამაზე არის განაცხენებული ის. იმაზე არიან განაცხენებული, რომ თავისუფლად შავი ფული ვერ შემოაქვთ ქვეყანაში. იმაზე არიან განაცხენებული, რომ შავი ხვრელები ვერ აღმოაჩინეს, რომ თანხები შემოიტანონ და მოახმარონ რევოლუციურ სცენარს და სახელმწიფო გადატრიალებას. აი ეს არის მარტივი მოცემულობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.